ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ეხმიანება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონში შემავალ ცვლილებებს. კერძოდ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ინიციატივის ავტორებმა, კერძოდ იუსტიციის სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კარგად უნდა გააანალიზონ ის რისკები, რაც ამ კანონპროექტის ძალაში შესვლას თან ახლავს და შესაბამისად მიიღონ იმგვარი გადაწყვეტილება, რაც პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარეობს. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ თუ რა ცვლილებებზეც არის საუბარი, თუმცა მე რამოდენიმე სიტყვით მაინც შეგახსენებთ ამ ცვლილებების მიხედვით უცხოელ ფიზიკურ პირს რამოდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება რომ შეიძინოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ასევე იურიდიულ პირს შეუძლია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რაც არის საკმაოდ დიდი რისკების შემცველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების აი ამ მოცემულ ეტაპზე სხვა უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც პირველ რიგში არის მოსაწესრიგებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაუშვათ მიწის სრულყოფილი რეგისტრაცია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აღრიცხვა, მიწის შესახებ კოდექსის შემუშავება, რაც მოაწესრიგებდა მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მნიშვნელოვანია ასევე მიწის შესახებ კანონში მკაფიოდ იყოს განსაზღვრული უცხოელთათვის ის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც უცხოელს, ასე ვთქვათ, წარმოეშვება ვალდებულებები, როდესაც მას მიწის შეძენა უნდება კონკრეტულ რეგიონში, მან უნდა, ასე ვთქვათ, გაითვალისწინოს პირველ რიგში იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის ინტერესები და იქ ნაწარმოები პროდუქცია პირველ რიგში უნდა მოხმარდეს საქართველოს ინტერესებს. აი ეს უნდა იყოს მიწის შესახებ კანონში განსაზღვრული. ამასთან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის შემოქმედებმა გაათვითცნობიერონ, რომ მიწა ეს არის ერისასიცოცხლო რესურსი, საარსებო რესურსი, თუ სწორად ვიტყვით, რომელსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია და ჭირდება გაფრთხილება პირველ რიგში სწორი საკანონმდებლო რეგულაციის დაწესებით. ისეთი რეგულაციის დაწესებით, როგორც არის ევროკავშირის ქვეყნებში და აპელირება იმაზე, რომ მიწას თუ არ გავყიდით შეუზღუდავად ინვესტორებს დავაფრთხობთ, არის არასწორი და ასე ვთქვათ, ვიტყოდი, რომ არაადეკვატური, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი სფერო არის, რის მიხედვითაც შეიძლება ინვესტორი დავაინტერესოთ. ასევე გაკვირვების საგანს იწვევს, გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და მთავრობას და შესაბამისად მთელი მოსახლეობაც ამ ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს, რატომ არ ხდება მიწის შესახებ ევროპული კანონის კონვერგენცია, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული ის მოთხოვნები, იქ ევროკავშირის ქვეყნებში თუ რა შემთხვევაში შეიძინოს უცხოელმა მიწა, რა შემთხვევაში შეიძლება წარმოუშვას მას საკუთრების უფლება. საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნებოდა თუ რაღაცა ელემენტებს ამ ევროპული კანონმდებლობიდან გადმოვიღებდით, თუმცა გასაკვირია რატომ არ ხდება. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითები არსებობს, მაგალითად ავსტრიაში მიწას ვერ შეიძენთ კონკრეტულ რეგიონში, თუ არ გაქვთ შესაბამისი გეგმა, რომელიც ადასტურებს იმ კონკრეტულ რეგიონის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებას, ასევე თუ არ ცხოვრობთ 10 წლის განმავლობაში ავსტრიაში ლეგალურად და კანონის ფარგლებში და არ წარმოადგენთ შესაბამის ბიზნეს გეგმას, რომ იმ მაცხოვრებელთა ინტერესები, სოციალური და ეკონომიკური არ ილახება ამ თქვენი მიწის შეძენით. ასევე ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითები არსებობს, რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანს. მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ გაათვითცნობიეროს, რომ პირველ რიგში ეს ხალხის ინტერესიდან გამომდინარე არის, თუ ჩვენს მთავრობას გააჩნია პრეტენზია, რომ მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი არის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ფართო მასების, ასე ვთქვათ, ინტერესი. ამ შემთხვევაში ეს არის ის, რომ ჩვენი გლეხი არ დარჩეს მიწის გარეშე, ის საფრთხეც ძალიან დიდი არის იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამოქმედდება. შევა ძალაში. მე უფრო იქითკენ ვიხრები, რომ პირველ რიგში ის პრობლემები, რომელიც მე
ჩამოვთვალე, არის მოსაწესრიგებელი, რომელიც ეს პრობლემები არის მიწის აღრიცხვიანობის გაკეთება, გლეხებისთვის მიწების დაკანონება, რაც მათ საშუალო შესაძლებლობას მის. ეს არის პირველ რიგში აუცილებელი კომპონენტი, რომ მიწა საკუთრებაში უნდა გადაეცეს გლეხს იურიდიულად. ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი. შემდგომ უკვე ამისა სუბსიდიით და ხელშეწყობით დავავალდებულოთ გლეხი, რომ დაამუშაოს ეს მიწა. მე ქართველ გლეხზე მშრომელი ადამიანი არ მეგულება და თუ მას ოდნავ ხელშეწყობას მივცემთ, ის აუცილებლად მოიყვანს ჩვენს საკმაოდ მსუყე და უყიერ მიწაზე პროდუქციას. რაც შეეხება ევროპულ კანონმდებლობას, ძალიან ბევრი მაგალითი არის, რისი გათვალისწინებაც არის შესაძლებელი. უბრალოდ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ შეუზღუდავად მოხდეს ამ მიწების გასხვისება, რისი საფრთხეც არსებობს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გადმოვიღოთ, დავაწესოთ კონკრეტული რეგულაციები, რაც არ გახდის ესე იოლს სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისებას. მოგეხსენებათ, რომ არ არის ბევრი, სულ არის დაახლოებით 800,000 ჰექტარი საქართველოში, რომელიც არის დასამუშავებელი და დაუშვებელი არის, ასე ვთქვათ, მათი გასხვისება. ესე ხელაღებით. მორატორიუმი მოქმედებდა მიწის შესახებ კანონში, უბრალოდ რომელიც უკვე შევიდა, რომელიც ვადა მოეწურა და ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავეს ესეთი კანონპროექტი, რომელიც უკვე აღარ გულისხმობს უცხოელების მიერ მიწების შეზღუდვას. ამ კანონპროექტის გამომდინარე, ეს ცვლილებები თუ შევიდა ძალაში, უკვე იქნება იმდაგვარად, რომ უცხოელებს აი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც კანონმდებლობაში დევს, შეეძლებათ მიწის შეძენა, რომელიც არის იურიდიული პირის დარეგისტრირება, საქართველოს მოქალაქეზე ქორწინება და ასე შემდეგ. რამოდენიმე პირობა არის ჩამოთვლილი, რომელიც არის ძალიან მარტივი შესასრულებლად იმისათვის, რომ უცხოელი დაეუფლოს ქართულ მიწას. არ არის ისეთი ბარიერები დიდი. როგორც მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია. ეს დიახ, კი ბატონო, ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველი არის, იმიტომ რომ იურიდიული პირის რეგისტრაცია აიღეთ, რამოდენიმე იურიდიულ, მე ხა უცხოელი ვარ, რამოდენიმე იურიდიულ პირს დავარეგისტრირებ, შეფოსეს და თავისუფლად შევიძენ სხვადასხვა მიწებს. ერთი პიროვნება ვიქნები რეალურად, მაგრამ ბევრ ტერიტორიებში შევიძენ. ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც შეუზღუდავად შეეძლებათ ქართული მიწის შეძენა, წარმოიდგინეთ ამ ხელა საფრთხე არსებობს, რომ შეიძინოს ვიღაცა მიწა და რეალურად აღარ გამოიყენოს, რისი მაგალითებიც არის და იყოს ეს მიწა თავისთვის იმისიარი და ვერ შეედავები. უნდა მოხდეს, უნდა წარმოადგინოს იმ პირმა, ვინც შეიძენს ამ მიწას, კონკრეტული განვითარების გეგმა, მოსახლეობა, რომელიც დასაქმდება იქ და ეს ადგილობრივი პროდუქცია თავიდან ბოლომდე შეიძლება არ მოახმაროს საქართველოს ბაზარს, მაგრამ გარკვეული ინტერესთა თანაკვეთა უნდა არსებობდეს. ისე რომ ჩვენი ინტერესები, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები არ დაიჭრილოს. რისი რისკიც? კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება სრულად ვერ ავითვისოთ ჩვენ და უცხოელს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, აქ სრულად აკრძალვაზე არ არის საუბარი, რომ მან წამოიწყოს ეს, მაგრამ მას უნდა დავავალდებულოთ წარმოადგინოს შესაბამისი განვითარების გეგმა ამ მიწაზე, მოქმედების გეგმა, ანუ ბიზნეს გეგმა. აი ეს არის მთელი მოთხოვნა, რაც აუცილებლად უნდა შევიდეს კანონპროექტზე, დაკონკრეტდეს რა შემთხვევაში შეუძლია უფრო მკაფიოდ, რა შემთხვევაში შეუძლია უცხოელს მიწის შეძენა. კი ბატონო, იჯარაც მისასალმებელი არის, ოღონდ ამ შემთხვევაში თავარი არის სოფლის მეურნეობის განვითარება, ხომ, საიდკენაც მივისწრაფით, რომ მიწა რეალურად იქნას გამოყენებული, რომ იწარმოოს პროდუქცია, ხო? თავარი ეს არის და უცხოელი თუ სწორად გააკეთებს ამას, კი ბატონო, გააკეთოს სწორად, ოღონდ ჩვენი ინტერესი, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები არ დაიჭრილოს. ეს შეიძლება იყოს იჯარაც, შეიძლება იყოს გაყიდვაც, ოღონდ შესაბამისი ბერკეტები უნდა არსებობდეს კანონმდებლობაში, რომ ჩვენს მხარეს ქონდეს შესაძლებლობა, რომ დაავალდებულოს ეს უცხოელი, რომ არის, ვთქვათ, იპარპაშოს ჩვენს მიწაზე, ისე როგორც მას მოესურვება და აკეთოს ის, რაც უნდა. სოფლის მეურნეობის მიწას, იმიტომ ქვია სოფლის მეურნეობის მიწა, რომ ის უნდა გამოიყენებოდეს ამ დანიშნულებით და ამ მიმართულებით. ეს არის მთელი ფილოსოფია ამის.